როიალი ჩემი მეგობარია, შესჩივლებდა პასუხობს. რასაც შესჩივლებ, იმას კი პასუხობს. თითქოს მისგანელი შვებას და იმ შვებას ღებულობ მისგან. სადაც იმყოფებით ეს სახლი ეკუთვნოდა ცნობილ მომღერალს და პირველ ლოტბარ ქალს მარო თარხნიშვილს. Baigvianes gerar sadsanan narlagom magram salamurs tumokaraburi ჩემი ბებია დედის დედა ის იყო ჭკვიანი და უნიჭიერესი ქალბატონი და რაც მთავარია ჩემს მომავალ საქმიანობასაც მან ჩაუყარა საფუძველი 39 წლიდან ცხოვრობთ ამ სახლში მე გახდით 2 წლისა როცა ამ სახლში შემოვდგით ფეხი იმ დღიდან ეს კუთხე ეს მხარე სოლოლაკი მაჩაბლის ქუჩა ყველა ეზო, ყველა ხე, რატომღაც ისე ჩემ ახლობლებად იქცნენ. საიდანაც არ უნდა მოვდიოდე, რომ შემოვხვევ თუ არა აქეთ უკვე ამოსასვლელთან, ლეონიძის ქუჩისკენ, უკვე მგონია, რომ სახლში შემოვდგი ფეხი და სიმშვიდეს გრძნობ ყოველ მხრივ. მუცლად ყოფნიდანვე შევითვისე და მესმოდა ქართული ხალხური სიმღერა. ვინაიდან ბებია და დედა სცენაზე იდგნენ სისტემატიურად გასტროლებზე, სისტემატიურად კონცერტებზე, მე ძალიან პატარას ალბათ ვერსად ვერ მტოვებდნენ და ამიტომ თან დავყავდი ყოველთვის. უკვე 7 თვისას მატარებდნენ გასტროლებზე. ძალიან მშვიდი და ჩუმი ბავშვი ყოფილვარ. საგრიმიუროში, კულისებში, გაბმულას გამიბავდნენ. ეს იყო რაღაც 2 ბაწრისაგან შემდგარი გაბმულა, რომელშიც რაღაც აკვანივით გამიკეთებდნენ და შიგნით ჩამაწვეთდნენ. როდესაც დედა და ბებია სცენაზე მოღვაწეობდნენ და ეს 1 საათნახევარი მაინც გრძელდებოდა, იქ ადმინისტრატორი, რომელიც თავისუფალი იყო, მოცეკვავეები, რომელიც თავისუფლები იყვნენ, თავს მევლებოდნენ ყველანი და ასე ვიზრდებოდი წლების განმავლობაში. სიტყვა რა იყო მე არ ვიცოდი მხოლოდ მუსიკალური ხმოვანება. და როდესაც უკვე წამოვიზარდე და მივხვდი რომ მესმის რაღაც და როდესაც გონებაც დაერთვა უკვე ამ ამბავს ვფიქრობდი რომ არ დამეძინოს შინაგანად შეიძლება ლაპარაკს ვერ ვახერხებდი და რომ არ დამძინებოდა ყვებოდი სიმღერას ხან პირველი ხმით ხან მეორე ხმით ჩემი ბავშვური რა თქმა უნდა მონაცემებით ხან მესამე ხმას და ასე ყოველ საღამოს რამაც დამაუფლა ბებია ჩემის 500 ქართულ კახურ სიმღერას ეს წამოვიდა სწორედ მაშინ როცა ჯერ ლაპარაკი კიდევ არ ვიცოდი და საერთოდ არც არა გამეგებოდა გარდა მუსიკისა მე ვიყავი სწორედ 5 წლის გამომბრანჭეს წამიყვანეს კონსერვატორიის მცირე დარბაზში სცენაზე ამიყვანეს ჩემთვის იმ დროისთვის ძალიან სერიოზული კომისია იჯდა არ ვიცი ვინ იყო მაგრამ ვიღაცამ თავის ხელთ ალბათ კონფერენცია გამოცხადებელი დამსეს ფეხები მაპატიეთ და ჰაერში მე კიდე იმდენად პატარა ვიყავ და რომ თხოვეს რომ რამე დამეკრა დაუკარი ციცინათელა მაგრამ დაუკარი არაერთი თითით და გამიკვირდა რომ საყრდანება გამოიწვია ჩემმა დაკრულმა იმ საზოგადოებაში ვინც იქ ჟიურიში იჯდა რა გაუკვირდათ მეთქი ფიქრობდი თუმც უკრავდი ორივე ხელით თანხლებაში მქონდა აკორდებით ბანიც და მარჯვენა ხელს სრულყოფილად უკრავდი
თითებიც ყოფნი და რო აკორდები ამეღო და ჩამომთავრე ციცინათელა და ტაშის გრიალში ჩამომიყვანე სცენიდან. იმ დღიდან მე ჩავირიცხე იმ ნიჭიერთა ბავშვთა აწმენში. ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წლები შეიძლება ითქვას, რომ იყო პირველი მუსიკალური სასწავლებელი. ჩემი პედაგოგი აღმოჩნდა ლეგენდარული კომპოზიტორი შალამ შველიძე. და თუ რამით დავინტერესდი მე ბებია ჩემის და თქვა ოჯახური მუსიცირების შემდეგ ეს იყო შალამ შველიძე. რომელმაც დამარწმუნა იმაში, რომ მე შემეძლო დამეწერა ნაწარმოებები, შემიწყო ხელი საამისოდ და სასწავლებელში სწავლების დროს ჩემ შესაძლებლობებს სრულად მახარჯვინებდა და ჩემ ნაწარმოებებში არც ერთი ბგერა მისი არ უნდა ყოფილიყო, ეს მისი სტილი იყო ასეთი. და სწორედ შეგვაჩვია იმას, რომ ჩვენით ვეფიქრა, ჩვენით გვეკეთებინა და ჩვენით შეგვექმნა ნაწარმოებები. გარდა მაგისა, როგორც დიდმა კომპოზიტორმა ძალიან ახლოს მიგვიყვანა ქართულ კლასიკურ მუსიკასთან. მე მისი ძალიან დიდი მადლობელი ვარ. არაჩვეულებრივი პედაგოგები ყავდა იქ, სოლფეჯო თეორიას გასწავლიდა, ასეთი იყო გალინა პავლოვნა ბოკაჩი, რომელიც ჩემ ცხოვრებაში არ დამავიწყდება, იმიტომ რომ ეს არ იყო მარტო სოლფეჯოს გაკვეთილები. ქართული ოპერებიდან გუნდებს გვამღერებდნენ ხმებში სოლფეჯოზე და არა ის, რომ თქვა წიგნიდან აღებულ პატარა ნომრებს რაღაცას. და ამიტომ მე სასწავლებლის ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველაფერი მისათვის, რაც მომცა. მე და ვაჟა ზარაშვილი თანაკურსელები ვართ, არა მარტო მე და ვაჟა, ძალიან კარგი კურსი ყავდა. ნანი ბრეგვაძეც ჩვენი თანაკურსელია. იონატოსკიამ, ჩვენმა რექტორმა თავის კლასში ჩაგვირიცხა მე და ვაჟა. კვირაში ორჯერ ქონდა ინდივიდუალური მეცადინეობები. ტოსკია იყო თვითონ ესეთი პიროვნება, რომ ძალიან მოგრძალებით მივდიოდით, უკვე გათხოვილი ვიყავი, ბეჭედსაც ვიძრობდი, რომ შევდიოდი, რომ ეს ბეჭედი არ დაენახა და კარგა ხანს, რა თქმა უნდა, მალავდი ჩემ ოჯახურ მდგომარეობას. და როდესაც ვიწყებდით მეცადინეობას, თქვათ, თვითონ შემეკითხებოდა, მარიკა, თქვათ, გიხარია რამე, როგორ შეიძლება ის გამოხატო? ლექსად დაწერს ადამიანი ლექს, აღაფრთოვანებს სიტყვებით, ყველაფერს გააკეთებს. აი მუსიკაში. ეს უკვე შემზადებულები შევედით ჩვენ კონსერვატორიაში სასწავლებლიდან და არაფერ სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ მე უკვე როცა წერდით ამ ნაწარმოებს, უკვე გამზადებული მიქონდა, მართალი გითხრათ, ამბანი, ამისი ჩვენ სასწავლებელში გავიარეთ, მე მშველიძეს. და ეს ამბანი გავლილი რახან მქონდა, ჩვენ აქ უკვე დავალებებს ვიღებდით. დავალებებს იმისა, რა უნდა დაგვეწერა. თქვათ, რომანსის სტილის ნაწარმოებები. დაგვეღო რომელიმე ლექსი, რომელიც ჩვენ გულთან ახლოს მოვიდოდა და იმ ლექსის მიხედვით, ისე რომ არავცდენილიყავით ლექსს და ლექსი და სიმღერა გაგვაერთიანებინა ერთი და იგივე შთაგონებით. მხიარული ლექსი და სევდიანი მუსიკა არ ხვდება ერთმანეთს. ამიტომ უნდა ეს ყოფილიყო შერწყმული ყველანაირად და ასეთნაირად იცით უკვე ჩვენ ამისი ახსნა აღარ გვჭირდებოდა რა და როგორ დაგვეწერა. როიალთან მიკარების წინ ყოველთვის პირჯვარს ვიწერ და ღმერთო შთამაგონე. იმიტომ რომ მე გრძნობ ამას, რომ მე ვარ გამტარი, რომ თქვენამდე მოვიტანოთ. ის შთაგონება, რომელსაც ღმერთი გვაწვევს. ვარდისფეროდის ვარსკვლავი გაზაფხულივით მომენატრა ნათელი შავი როგორ მინდა ხელი წუთით მაინც შეგახა რახანია
ხშირად ხდება ისიც, რომ ვიცი რისთვის ვჯდები როიალთან, ვიცი რაც უნდა გავაკეთო და ზოგჯერ მოსვენებას ისე დამიკარგავს, რომ შეიძლება შუაღამისას აი ძალიან რო გეძინება ადამიანს, აი იმ დროს გავიფხიზდო თავი ავდგე დავზე და ის ფიქრს, რომელიც ასე მირევს, სისრულეში მოვიყვანა. მაგრამ არის ზოგჯერ ისე, რომ განწყობას გიქმნის, დაждები რაღაც აკორდებს აიღებ და სრულად სხვა რაღაცა მოდის უცბად და აი სხვა განწყობაზე დაგაყენებს, რაც მიმართულებას მოგცემს და ის მიმართულება უკვე რასაც გაძლევს, ვიღაცისკენ მიდის აუცილებლად. ან იმისკენ, ვისკენაც ფიქრობდი დიდხანს და ვერაფერი მოუხერხე, ან რაღაც ახალი იქნება მისთვის, ვისთვისაც მინდა რომ დავწერო. მართლა გიყვარდი ახსოვს მე რომ ვიყარდი ვიცი და დღესაც ვერთვა ვიცი არ მახსოვს დავწერო ნაწარმოები, რომ მას თავისი შემსრულებელი უკვე წინასწარ არ ყავდეს. ბავშვსაც უნდა შევხედო, თუ საბავშვო სიმღერა უნდა დავწერო. გარეგნობაც კი უნდა გავითვალისწინო. არ ვიცი, ასე უნდა დავინახო, რომ მე იმ ბავშვს მოვარგო სიმღერა. და მით უმეტეს, როდესაც უკვე დიდებისთვის წერდა, მით უმეტეს იმის თანასწორ როგორც არის ნანი ბრეგვაძე და ძალიან დიდი სიფრთხილე გჭირდება, რომ მიუსადაგო ის და გაბედო მასთან ახლოს მისვლაშინ შევხვდებით. ცოტა კიდევ მოიდებინე გულო მალე ნუში აყვავდება გარდა არაფერი არ გიშველის არ გიშველის ახლა ლოდინის და მოთმინების გარდა მუსიკალური მელოდია, რომელსაც შენ ქმნი, შენი ნაშობია. შვილები ვით გიყვარს. შვილებსაც ვერ გამოარჩევ, რომ რომელიმეს დაადო ხელი, რომ ანეს. მაგრამ თუ იცი, რომ იმ დანარჩენ სიმღერებს არაფერი დაემართებათ, ისინი გააგრძელებენ ცხოვრებას, არჩევანს გავაკეთე. ეს არჩევანი ჩემთვის არის ვაიშენ წუთი სოფელო. არ ვიცი. ალბათ ჩემ ცხოვრებასთან უფრო ახლოს არის. ახლოს მოველდა დამდაგე გამხადე დღეთა წერა და გამიქეცნა მე კიდე გზა მომიქციან წერა და გამიქეცნა მე კიდე გზა მომიქციან ეს წიგნი როგორ დავწერე იცით? არ არის აქ ოფიციალური არც ერთი წინადადება. ძალიან გულახდილად გიყვებით ყველაფერს. რაც კი შემემთხვა, დაბადების წუთიდანაც კი ასე მგონია მე ის მომენტი მახსოვს. ისიც კი აღწერე. და ბოლომდე ისე მოვედი, რომ არც ერთი სიტყვა არ დავიტოვე გულში, ყველაფერი თქვი, ყველაფერი გაგიზიარეთ. მე ვფიქრობ, საინტერესოთაც იკითხება, იმიტომ რომ ბევრი იუმორითაც მაქვს დაწერილი, მე თვითონ რომ წერდი, ბევრი ვიცინე კიდეც, ბევრი ცრემლიც მედინა და ისე რომ თქვენამდე როცა მოვა ეს წიგნი, გამახარდება თუ შთაბეჭდილებას მოახდენს. ეს ჭადარი ჩემზე ცოტათი უფროსია ალბათ. მეც გავიზარდე მის თვალწინ და ჭადარიც გაიზარდა ჩემ თვალწინ. ტანაყრილი, ულამაზესი, სახლზე გადაფარებული, თითქოს გვიფარავს ყველაფრისაგან. რამდენიმე წლის წინ გადაბელვა დაუპირეს. გავედი მთელი ღამე
მე მათთან ერთად ვიყავი და ვესაუბრებოდი და ვტიროდი მათთან ერთად და ვეხვეწებოდი რომ ძალიან აქ თხოვთ. ოღონდ არ დაიკვნესოთ. ვაშკაცურად შეხვდით ამ ყველაფერს ცხოვრება ესეთია. ვბერდებით და მივდივართ. ასე მეგონა მთელ მსოფლიოს ეს მოდამია მათი ეს დაკვნესება, ეს დარტყმის შედეგად. გავიდა რამდენიმე თვე და გაზაფხულზე რომ შევნიშნე რომ პატარა ყლორტები ისევ ამოყარე. უშველებელ ხეთ იქცა ისევ ძალიან დიდხანს და მე უსაყვედურო დალოცვილებო თუ კი ისევ ამ ხელები გახდებოდეთ რატომ ანერვიულეთ ამდენიმე თქი. იმდენად მიყვარს სიცოცხლე. იმდენად მიყვარს გათენებული დილა. ძალიან ბევრჯერ მithქვავს ეგ და სულ მადლობელი ვარ უფლისა რომ ცოცხალი ვარ. და როგორ არ ღირდა მოსვლად ღირს. და მინდა რომ ყველა მიცოდეს ფასი სიცოცხლის. მეც დრო მქონდა სილამაზე მშვენიერი მეც დრო მქონდა სილამაზე მშვენიერი რა ვიცოდი თუ სიყვარული არსებობს ერთი სიყვარულის ისტორია. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა გიყვარს, როცა უყვარხარ, როცა ამ სიყვარულს უფრთხილდები და არასოდეს არ მიაყენებ შენ სიყვარულს არანაირ შეურაცხყოფას, რომელიც შენგან არ წავიდეს. ყოველთვის უნდა ყველაზე დიდი პატივი შენ თავს წე, რომ მამაკაცი, რომელიც ძალიან გიყვარს, არ მიიყვანო იმ ზომამდე, რომ ერთხელ მაინც გაკადროს რაღაცა უკადრესი სიტყვა. ერთხელ მაინც. იმიტომ რომ მე ის ერთხელ ხდება ორჯერ, სამჯერ და ასე შემდეგ, რასაც მე აღარ უძლებენ. ამიტომ ასე ვიცხოვრეთ, რომ ის ერთხელ არასდროს არ ყოფილა. გაუსაძლისი ტკივილი სხვა ტკივილებისაგან განსხვავებით ორჯერ ვიგებ. შვილი 21 წლის და შვილიშვილი 29 წლის. ეს ის ტკივილია, ან უნდა ჩაყვე, ან უნდა იცოცხლო. ჩაყოლით, ვერავინ ვერავის ვერ ჩაყვა. რახან ცოცხლობთ, პატივი ვცეთ მათაც, მათთვის ვიცხოვროთ, იმიტომ რომ ისინი ჩვენში განაგრძნობენ სიცოცხლეს. არასოდეს არ მივაყენოთ მათ შეურაცხყოფა ჩვენი ზედმეტი წუხილით, ჩვენი თავშეუკავებლობით და ნურცხვას რასოდეს ნუ შევაწუხებთ მათზე ლაპარაკით. საგალობლები დაწერილი მაქვს არაერთი, რომელიც სრულდებოდა სიონშიც და სხვა ეკლესიებშიც, მაგრამ ერთი საგალობლის ისტორია მაქვს ასეთი. სულ 2 კვირის გარდაცვლილი იყო ჩემი შვილი. გადავწყვიტე, რომ რაღაცნაირად ჩემი შვილისთვის ხმა მიმეწვინა. დავჯექი როიალს ავხადე თავი და საგალობელი, 5-ხმიანი საგალობელი დავწერე. ჩავედით სიონში პატრიარქთან საგალობლად. შემსრულებლები იყვნენ ეს 12 წლის ბავშვები.
თეთრები ეცათ ამ ბავშვებს, იებით ხელში ანთებული სანთლები. და ამ სიჩუმეში ეკლესიაში დაიწყეს ამათ გალობა. იმდენად მოულოდნელი იყო და შთამბეჭდავი, რომ პატრიარქი მუხლებზე დაეცა. მე აგვიყვანა თავის საპატრიარქოში, იქ რამდენჯერ მეაგალობა ბავშვები. იმ ღამეს რომ წამოვედით იქიდან, უკვე საკმაოდ გვიანი დრო იყო, 12-ს გადაცილებული იყო და თხოვე რომ სასაფლაოზე ავიდეთ მეთქი. და რომ მივახლოვდით საფლავს, ღამე სიბნელეში, აი ძაბრით რომ დაუშვათ, აი ესეთი განათება ჰქონდა საფლავს. რა თქმა უნდა, ეს ყველას თვალწი. შვება ვიგრძენი, რომ როგორც ვიფიქრე, ალბათ ისე მოხდა. დილის 6 საათზე სვანეთიდან მირეკავს ახლობელი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ძალიან ეკლესიურია. მარიკო დეიდა ამ განთიადისას გურამი და მესიზმრა კიბებზე ამორბოდა და მეძახდა, რუსიკო, გაიგე დედა ჩემ არა დამიწერაო. საიდან იცოდა რუსიკო, მე რა დავწერე, ან სვანეთში ვინ იმფიქრებდა, რომ 2 კვირის თავზე მე ახლა როიალს თავს ავხდიდი და საგალობელს დავწერდი, მაშინ არც მობილურები იყო და არც არაფერი ხო. მე ვფიქრობ, რომ ამ საგალობელმა ჩემ გურამამდე მიაღწია. მადლობ უფალს. ჩემი შვილი, შვილთა შვილი, რომელიც 20 წლისა ყავს, ძალი და ბევრი არა ვართ ფაქტიურად. სულ 6 სულისაგან შედგება ჩემი ოჯახი და მათით მითენდება, მათით მიღავდება. ყველა კუთხეს მოძღვენი თავისი ოდა. სადაც ვიწყებ დამარცხებითაც, ბრძოლებითაც და ვამთავრებ სულ ყველაფერს გამარჯვებით. ზარზე იმით ვამთავრებ და გულსაც ვიოხებ და იმედსაც ვაძლევ ჩემ თავსაც და ალბათ სხვასაც. ალბათ მე უფრო შევჩივლებ მტკვარს. ან გავატა მტკვარს. იმას რაც მაწუხებს, მოვეფერები მტკვარს. და გავატა ჩემ ცუდ საფიქრავს, რომელიც მაწუხებს და მაწუხებს. და თუ კი მიამითი შვებას გრძნობ, ესე იგი მტკვარი ჩემ ვარამს იზიარებს. ბევრი შვილების ყოლა. ამაზე უფრო დიდი ბედნიერება, ამაზე უფრო დიდი საჩუქარი, ამაზე უფრო დიდი ქონება ამ ქვეყნად არ არსებობს. წუხარება, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში თანდევს და ჩემი ცხოვრების თანაზიერია. არც თუ ისე ცუდია. მაშინ უყრი თავს იმ საფიქრალს, იმ საკეთებელს, რისი გაკეთებაც გინდა
თვისება მაქვს ესეთი. ერთმა ჩიტმაც რო ჩაიფრინოს შეიძლება ეს ჩემი საფიქრალი სრულიად გადამივიდეს თავიდან და ვეღარ ვიფიქრო იმ თემაზე. ამიტომ მარტო ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ რამე დამიწერია, თუ რამე მიკეთებია, ეს არის მარტო ყოფნის ღამესთან ერთად. იყო ხილვის სიხარული, იყო არა იყო რა. გულში თორვა მიმალული, იყო არა იყო რა. ვარდისფერი სიღარული, იყო არა იყო რა. სიახლოვით სიმტარული, იყო არა იყო რა. რაღაც განსაკუთრებული სიმშვიდე. განმარტოვება იმ სფეროსთან, იმ საფიქრალთან, რაც მაწუხებს და რაც მაქვს. და ძირითადად რა არის? ან ფურცელს ვიღებ, ან როიალთან ვსდები. და შეიძლება ისე დამათენდეს და გადავალვა მეორე დღე, რომ ვერც გავიგო, როგორ გავიდა დრო. ვითარცა ერთი ნათება თვარის ნათება მზისა მიუძღავს სლავაცისა მიუძღავს სლავაცისა ვარსკვლავცისა მუზა ხარლექსის მუზა სიმდერის შედერი მილიშა თვალერსა მიხვარ ხალისე ვითარც მზეს თვარე დიდი მადლობა ყველაფრისათვის.